კოლიერსის უახლესი კვლევის თანახმად 2026 წლის ივნისში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა როგორც ტრანზაქციების რაოდენობის, ისე ბინების ფასების მიმართულებით. კოლიერსის ინფორმაციით 2026 წლის ივნისში თბილისში 387 მილიონი დოლარის ღირებულების საცხოვრებელი ბინები გაიყიდა. დეტალებს გიყვებით საქმიან საღამოში. თბილისში როგორც ძველ, ისე ახალ საცხოვრებელი ბინების პროექტებში ტრანზაქციების უმეტესობა საქართველოს მოქალაქეებზე მოდის. უცხოეთის მოქალაქეების წილი კი მხოლოდ 10% იყო. ამის შესახებ ასევე კოლიერსის მიერ მომზადებულ კვლევაში წერია, რომელიც თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს ეხება. სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს თბილისის აეროპორტის მიმდებარედ ქონება ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოაქვს. საუბარია ყოფილი აკადემ ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე 4969 კვადრატული მეტრის არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა ნაგებობაზე. საღამომშვიდობის BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად საქმიან საღამოს წარმოგიდგენთ. ჩვენი ამ გადაცემის ავტორები გიორგი თოლორდავა და ბექა ბაციკაძე ვართ. დავიწყოთ. საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ სინგაპურში 30-მდე ფინტექ კომპანიის წარმომადგენელთან გამართა შეხვედრა. ოფიციალური რელიზების მიხედვით მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და ფინანსური სექტორის განვითარების დინამიკა განიხილეს. კვალიმაგირის ფორმატში გამართული დისკუსიების მიზანი ორმხრივი ბიზნეს პარტნიორობის სტიმულირებაა, მიუხედავად ფინანსური სერვისების დანერგვის კუთხით გაჟღერებული პერსპექტივებისა, სტატისტიკური მონაცემების აპირისპირო რეალობას აჩვენებს. ამჟამინდელი მდგომარეობით სინგაპურიდან საქართველოში შემოსული პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოცულობა ნულის ტოლია. შესაბამისად, მაღალი რანგის ვიზიტების ეკონომიკური უგება და ფინტექ სექტორში რეალური კაპიტალის მოზიდვის შესაძლებლობა გრძელვადიან დაკვირვებასა და პრაქტიკულ შედეგებზეა დამოკიდებული. სინგაპურში ვიზიტის ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი აქცენტი საავიაციო ინფრასტრუქტურაზე გაკეთდა. Changi Airports International-ის მენეჯმენტთან გამართულ მოლაპარაკებებზე თბილისის აეროპორტის გაფართოებასთან ერთად აზიანში ახალი 20 მილიონი გზავრზე გაწვრილი ჰაბის მშენებლობის საკითხიც განიხილეს. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, სინგაპურული მხარე აზიანის პროექტში პარტნიორი კომპანიის შესარჩევ ტენდერში მონაწილეობითაც კი დაინტერესდა. ინვესტორებთან ასევე განიხილეს ანაკლეის ხმაწყლოვანი პორტში სახელმწიფოს ახალი მოდელი. საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად თბილისის არსებული აეროპორტის მიმდებარედ სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი მიმდინარეობს. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ეგრეთ წოდებული აკადემ ქალაქის ტერიტორიაზე 4969 კვადრატული მეტრი კომერციული მიწის ნაკვეთი აუქციონზე 1.850.000 ლარად გამოიტანა. საინვესტიციო ლოტი ლოგისტიკურ ზონაში მდებარეობს, თუმცა აქტივის განვითარებას ინფრასტრუქტურული ბარიერები ართულებს, კერძო ტერიტორიას კვეთს სტრატეგიული კომუნიკაციები, მაგისტრალური წყალსადენი და ელექტროგადამცემი ხაზი. გარდა ამისა, ობიექტი აეროპორტის დაცვის არეალში, რაც პოტენციურ დეველოპერს ავალდებულებს შენობა ნაგებობების განვითარებისას აეროდრომის მკაცრი სიმაღლის შეზღუდვები გაითვალისწინოს. 2026 წლის პირველ ნახევარში პრივატიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა 113 მილიონი ლარი შეადგინა. სტრუქტურულად მობილიზებული თანხების ძირითადი ნაწილი, ანუ დაახლოებით 91 მილიონი ლარი, მოდის აქტივების რეალიზაციაზე. ხოლო მიწის გაყიდვებიდან მიღებული თანხა 6 მილიონი ლარი იყო და ის აპროგნოზო მაჩვენებელს ახებრით ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ პრივატიზაციის სტატისტიკაში ინტეგრირებულია სატელეკომუნიკაციო სექტორიდან 5G რადიო სიხშირული სპექტრის ლიცენზიის გაცემით მიღებული 25.7 მილიონი ლარიც. ფისკალური შემოსულობების მიღმა საბანკო სექტორში დაკრედიტების მაღალი ზრდის ტემპი ფიქსირდება. 2026 წლის პირველ 6 თვის მდგომარეობით იპოთეკური სესხების პორტფელი წლიურად 13%-ით გაფართოვდა და 14.4 მილიარდი ლარი შეადგინა. საცალო დაკრედიტების ჟამორმა მოცულობამ კი 33 მილიარდ ლარს გადააჭარბა. პორტფელის 19%-იანი ზრდის მთავარი დრაივერი სამოხმარებლო სესხებია, რომლებიც 24%-ითაა გაზრდილი, მატება საიმთელი 2 მილიარდი ლარია. ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების ზრდა
იპოთეკებში 60%-ია დედოლარიზაციის ტენდენციებზე მიუთითებს ეს ყოველივე, თუმცა სამომხმარებლო კრედიტების ამგვარი აჩქარება მოსახლეობის წყვილობით იუნარის ხელოვნურ სტიმულირებას წარმოადგენს და ჭარბოალიანობის რისკებსაც შეიცავს. იპოთეკური დაკრედიტების ზრდა პირდაპირ აისახება უძრავი ქონების ბაზრის ინდიკატორებზე. Colliers-ის მონაცემებით 2026 წლის ივნისში დედაქალაქის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად 35%-ით გაიზარდა და 4,494 ერთეული შეადგინა. კაპიტალიზაციის კუთხით ბაზრის მოცულობა 387 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 54%-იან წლიურ ნახტომს წარმოადგენს. პარალელურად შენარჩუნებულია უძრავ ქონებაზე ფასების ზრდის ტენდენცია. თბილისში საცხოვრებელი ბინის საშუალო ღირებულება 1314 დოლარი შეადგინა, მატება არის 13.5%. უძრავი ქონების ბაზრისა და საინვესტიციო გარემოზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მიგრაციული ნაკადების კონტროლის გამკაცრება. 2026 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება უცხოელთა ერთიანი რეესტრი, რომელიც ქვეყანაში მყოფი უცხოელების სტატუსსა და მიღებულ სერვისებს აღრიცხავს. დამატებით შინაგან საქმეთა სამინისტრო არალეგალურად მყოფი უცხოელების არასაჯარო ბაზის ადმინისტრირებას იწყებს. საკანონმდებლო ცვლილება არალეგალ მიგრაციასთან ბრძოლის ინსტრუმენტად გასახელდება, თუმცა ადმინისტრაციული ბარიერების ზრდამ და ბიომეტრიული მონაცემების დამუშავების ახალმა წესებმა შესაძლოა დამატებითი დაბრკოლებები შეუქმნას იმ უცხოელ ინვესტორებსა თუ მიგრანტებს, რომლებიც ადგილობრივ ეკონომიკაში არიან ჩართულნი. თუ ვისაუბროთ საფონდო ბაზრებზე და იქ არსებულ ვითარებაზე, პირველ რიგში განვლილი სავაჭრო სესიით უნდა დავიწყოთ ჩვენი მიმოხილვა, რომელიც საკმაოდ დადებითი იყო ჩვენ საშუალოდ 1.5%-იანი ზრდა ვიხილეთ, NASDAQ საერთოდ 2%-იანი მატება ჰქონდა და პრინციპში დადებითი განწყობა დღესაც გრძელდება, როგორც ხედავთ, S&P 500 0.19-ით გაზრდილი, Dow Jones 0.28-ით, NASDAQ კი ამ ეტაპზე არის ფაქტობრივად უცვლელი, რადგანაც ყველანი დღეს არიან მარტივად რომ ვთქვა, ერთი კომპანიის ფინანსური შედეგების მოლოდინში. ეს კომპანია არის Google, რომელიც შედეგებს გაგვაცნობს მას შემდეგ, რაც ბირჟა დაიხურება. ანუ დღეს ბირჟაზე უბრალოდ არაფერი არ მოხდება. აი რაც მოხდება სწორედ ხვალ, ამიტომაც ამჟამინდელი მონაცემებით ყველანი ველოდებით ერთადერთი კომპანიის ამონაგებს სხვა კომპანიებთან მიმართებით კი გვაქვს შედარებით მცირედი კლება, საშუალოდ 1.5-დან 2%-ის ფარგლებში, გამონაკლისი გვაქვს სულ 2. Nvidia არის გაზრდილი, როგორც ხედავთ, 3.31%-ით და გაზრდილია Broadcom-იც 2%-ით. სხვა დანარჩენებთან მიმართებით ვითარება არის ნეიტრალური და თან ნეგატიური, ბევრი რამის თქმა ძალიან რთულია, რადგანაც მთელი გასაღები ამ AI ინდუსტრიის აღმასვლის გაგრძელებისა ახლა იმალება Google-ის ფინანსურ ანგარიშგებაში, რომელზედაც დეტალურად მოგიყვებით ხვალ. მანამდე კი გადავალოთ თვალი ამჟამად ევროპაში არსებულ ვითარებას, რომელიც საკმაოდ დადებითია, მინდა გითხრათ, როგორც ხედავთ, ევროპული 600 უმსხვილესი კომპანიის საერთო კაპიტალიზაცია არის გაზრდილი 2.58%-ით. შანხაისაც აქვს მატება +0.06, ნიკეისთან კი მცირედი კორექცია დაფიქსირდა დღეს -0.18%-ის ფარგლებში. ნავთობს რაც შეეხება ის ძალიან მკვეთრად უკვე გაძვირებული. დღეს დამატებით 2.5% არის მატება, ერთ კვირაში უკვე 10%-ს უახლოვდება. ბრენტის ფასი არის დაახლოებით $94, WTI-ის ფასი კი არის $86, როგორც ხედავთ, ერთ თვეში აი არსაიდან ფაქტობრივად ნავთობი გაძვირდა 18%-ით. მიზეზი კი არის, რა თქმა უნდა, ამერიკასა და ირანს შორის შეტევების განახლება. ის მემორანდუმი, რომელიც აქამდე იყო გაფორმებული, უბრალოდ აღარ არსებობს და ამის ფონზე შეიძლება ბაბელმანდების სრუტეც კი ჩაიკეტოს და ასეთი მაღალი გეოპოლიტიკური რისკების ფონზე ცხადია ნავთობი არის გაძვირებული, გასაკვირი არაფერი, ერთადერთი გასაკვირი ის არის, რომ აი ამ ყველაფრის ფონზეც კი ამერიკული საფონდო ბირჟა არა თუ უბრალოდ სტაბილურობას ინარჩუნებს, არამედ მცირედით იზრდება კიდეც, რაც ნამდვილად არის ცოტა არ იყოს და უცნაური და გასაკვირი. ასევე გაძვირებული არის ბუნებრივი აირი, დაახლოებით 5%-ია მისი მატება და 62.5 ევრო შეადგენს მეგავატის საათი ენერგიის ღირებულება, ერთ კვირაში მატება არის 15%-ის ფარგლებში. ოქროზედაც ვისაუბროთ, მისმა ფასმაც მოიმატა დღეს 1.74% და უნცია მეტალის ღირებულება 4.148 დოლარს შეადგენს, ვერცხლიც გაიზარდა 2%-ით და უნცია მეტალის ფასი არის $60. აქვე უნდა ვისაუბროთ ტრადიციულად
კრიპტოზეც, კრიპტოსთან მიმართებით დიდი დაცულებები არ გვაქვს. ინდუსტრიის საერთო შეფასება ისე ვიქ არის, სადაც გუშინ იყო. ბიტკოინის ფასი კი ამჟამად არის, როგორც ხედავთ, $66,000. ეთერიუმმა მოიმატა მცირედით და $1940 მისი ფასი. რამდენიმე საათის წინ, სულ რამდენიმე წუთით, მაგრამ მაინც $2,000-საც კი მიაღწია ეთერიუმის ღირებულება და კაპიტალიზაცია ყოველთვის ფონზე არის. ამჟამად 134 მილიარდი ეთერიუმთან, ბიტკოინთან კი ეს არის $1,323 მილიარდი. აქვე ტრადიციულად გეტყვით იმასაც, რომ თუ კი თქვენ გსურთ ბიტკოინის, ეთერიუმის ან სხვა ნებისმიერი კრიპტოაქტივის შეძენა, რეალურად 1000-მდე კრიპტოაქტივის შეძენა, შეგიძლიათ მიმართოთ CoinMania-ს, რომელიც არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული და ლიცენზირებული კრიპტო ბირჟა. მოკლედ, აი ესეთი ვითარება და განწყობა გვაქვს ამ წუთებში გლობალურ საფონდო ბირჟებზე. საქმე საღამოს კი გავაგზავნებთ ეროვნულ ვალუტაზე საუბრით. ეროვნული ვალუტა გამყარებას განაგრძობს. დღეს ლარის გაცვლითმა კურსმა დოლართან მიმართებით 2.629 შეადგინა, ხოლო ევროს კურსი 2.998 გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მარტიდან მოყოლებული დოლარის კურსი 4.3%-ითაა შეცვლილი, ხოლო ევროსთან კორექცია 7%-ის ფარგლებშია. ბოლო პერიოდში ქართული ლარის გამყარების ტენდენცია მაკროეკონომიკური პროცესების, მონეტარული პოლიტიკისა და გლობალური ფინანსური ტენდენციების ერთობლივ შედეგს წარმოადგენს. ეროვნული ვალუტის კურსის დინამიკა პირდაპირ უკავშირდება ქვეყანაში არსებულ სავალუტო ნაკადებსა და ეკონომიკურ ფუნდამენტს. პირველ რიგში გადამწყვეტ როლს თამაშობს, რა თქმა უნდა, უცხოური ვალუტის მაღალი შემოდინება, რაც ბაზარზე დოლარისა და ევროს მიწოდებას ზრდის. ტურიზმის სექტორიდან მიღებული შემოსავლები, მომსახურების ექსპორტის ზრდა, პირდაპირ უცხოური ინვესტიციები და ფულადი გზავნილების სტაბილური ნაკადები ქმნის უცხოური ვალუტის ჭარბ მიწოდებას, რაც ავტომატურად ამცირებს ევროსა თუ დოლარის ფასს ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით. ამავდროულად საქართველოში შენარჩუნებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი ზრდის ბუნებრივად მოთხოვნას ლარზე, რაც ადგილობრივი ვალუტის მიმართ ნდობასა და მის სყიდველობით უნარიანობას კიდევ უფრო მეტად აძლიერებს. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკაა. ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული 85%-იანი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ლარში განთავსებულ დეპოზიტებს მიმზიდველს ხდის, რადგანაც ლარის ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთები საგრძნობლად აღემატება უცხოური ვალუტის განაკვეთებს. გარდა ამისა, დოლარიზაციის შემცირებისაკენ მიმართული ნაბიჯები ბიზნესსა და მოსახლეობას აიძულებს, რომ უპირატესობა ეროვნულ ვალუტაში არსებულ აქტივებს მიანიჭონ. ეს პროცესი კი ბუნებრივად ამცირებს მოთხოვნას უცხოურ ვალუტაზე და ზრდის ლარის ლიკვიდურობას. ადგილობრივი ფაქტორების გარდა პროცესზე გავლენას ახდენს გლობალური საფინანსო ბაზრების დინამიკაც. ამერიკის ფედერალური რეზერვისა და ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის შესაძლო ცვლილებები არაპირდაპირ გავლენას გლობალური ინვესტორების განწყობაზე წამყვანი ვალუტების მიმართ ახდენს, რაც განვითარებადი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ეროვნული ვალუტის გამყარებას უწყობს ხელს. ცხადია, ლარის გამყარება არც კარგია და არც ცუდია, რადგანაც მას ეკონომიკისათვის ორმხრივი ეფექტი აქვს. ერთი მხრივ ის ამცირებს ინფლაციურ ზეწოლას, რადგანაც იაფდება იმპორტირებული საქონელი და მსუბუქდება ტვირთი იმ სესხებლებისათვის, რომელთაც შემოსავალი ლარში აქვთ და ვალის გასტუმრება, მაგალითად, დოლარში უწევთ. მეორე მხრივ გადაჭარბებულმა გამყარებამ შესაძლოა გარკვეული გამოწვევების შექმნას ექსპორტიორებისათვის, რადგანაც ქართული პროდუქცია უცხოურ ბაზრებზე შედარებით გაძვირდება და ის კონკურენტუნარიანი უკვე აღარ იქნება. ასევე ზედმეტი გამყარება ცუდი ამბავია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც კაპიტალი ევროსა და დოლარში აქვთ დაბანდებული. საერთო ჯამში ქართული ლარის სიმყარე საგარეო შემოდინებების, მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა და გლობალური სავალუტო ტენდენციების შერწყმის შედეგია, რაც მოკლევადიან პერსპექტივაში ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას ხელს უწყობს, თუმცა, როგორც უკვე გითხარით, კარგი არც ზედმეტი სიმყარეა და არც ზედმეტი გაუფასურება, რადგანაც საუკეთესო მოცემულობა სტაბილურობაა. 1944 წლის 22 ივლისს მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ბრეტონ-ვუდსში შეკრებილმა 44 სახელმწიფოს დელეგატმა თანამედროვე გლობალური ფინანსური არქიტექტურის საძირკველი ჩაყარა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის შექმნის მთავარი მოტივაცია 1930-იანი წლების დიდი დეპრესიის კატასტროფული გამოცდილების გაზიარება იყო, როდესაც ქვეყნების მიერ ვალუტების კონკურენტულმა დევალვაციამ და პროტექციონისტულმა პოლიტიკამ საერთაშორისო ვაჭრობა გაანადგურა. ფონდის საწყისი მანდატი ბრეტონ ვუდსის ფიქსირებული გაცვლითი კურსების სისტემის ზედამხედველობას ითვალისწინებდა, სადაც ვალუტები ამერიკულ დოლარზე, ხოლო დოლარი ოქროზე იყო მიბმული. ინსტიტუტი წევრ სახელმწიფოებს საგანასახდელო ბალანსის მოკლევადიანი დეფიციტის დასაფინანსებლად ფინანსურ რესურსებს თავაზობდა, რათა ეკონომიკური შოკების დროს მათ დესტრუქციული ეკონომიკური ზომებისთვის არ მიემართათ. ორგანიზაციის ისტორიაში გარდამტეხი ეტაპი 1971 წელს დადგა, როდესაც შეერთებულმა შტატებმა დოლარის ოქროზე გადაცვლა ცალმხრივად შეაჩერა. ეგრეთ წოდებული ნიქსონის შოკმა ფიქსირებული კურსების სისტემის კოლაფსი გამოიწვია, რამაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი სრული ტრანსფორმაციისთვის გაიმეტა და წინაშე დააყენა. თუმცა მცურავი სავალუტო კურსების ეპოქაში ფონდმა ძველი მანდატი დაკარგა და გლობალური ეკონომიკური მონიტორინგის მთავარ ორგანოდ და ეროვნული მთავრობებისთვის უკანასკნელი ინსტანციის კრედიტორად იქცა. ინსტიტუტმა გააფართოვა თავისი არეალი და ფოკუსირდა განვითარებადი ბაზრების მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე, სტრუქტურულ რეფორმებსა და კრიზისების მართვაზე. დღეისათვის ფონდი 190 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს და მისი ფინანსური საშუალებები წევრების მიერ შეტანილი კვოტებით ფორმირდება, რაც თითოეული ქვეყნის გლობალურ ეკონომიკურ წონას ასახავს. გლობალურ ფინანსურ შოკებთან ბრძოლაში ფონდის ჩართულობამ არაერთხელ ითამაშა გადამწყვეტი როლი მსოფლიო ეკონომიკის გადარჩენაში 1997 წლის აზიის ფინანსური კრიზისის დროს, როდესაც კაპიტალის მასობრივმა გადინებამ სამხრეთ კორეის, ტაილანდის და ინდონეზიის ეკონომიკები კოლაფსის პირას მიიყვანა, IMF-მა რეგიონში მრავალ მილიარდიანი სამაშველო პაკეტები გამოყო, სანაცვლოდ მან რა თქმა უნდა მკაცრი მაკროეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები მოითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ზომები მოკლევადიან პერიოდში სოციალურად მტკივნეული აღმოჩნდა, მათ რეგიონის ფინანსური სექტორის გაჯანსაღება უზრუნველყვეს. ანალოგიურად 2010-იანი წლების ევროპის სუვერენული ვალის კრიზისის დროს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ევროკომისიასა და ევროპის ცენტრალურ ბანკთან ერთად გადამწყვეტი როლი შეასრულა საბერძნეთისა და სხვა პერიფერიული ევროპული ქვეყნების დეფოლტის თავიდან აცილებაში, რითაც მთლიანად ევროზონის დაშლის რისკები დაასვია. მიუხედავად კრიზისების ლოკალიზებაში შეტანილი ისტორიული წვლილისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოლიტიკა ბიზნესის და აკადემიური წრეების მხრიდან მწვავე კრიტიკის ობიექტია ხშირად ფინანსური დახმარების სანაცვლოდ წაყენებული პირობები, რომელიც ძირითადად საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას, გადასახადების ზრდასა და პრივატიზაციას გულისხმობს, რიგ შემთხვევებში შიდა მოთხოვნას მკვეთრად ამცირებს და ეკონომიკური რეცესიის გაღრმავებას იწვევს. გარდა ამისა, ორგანიზაციის კორპორაციული მართვის სტრუქტურა კვლავ ასახავს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ რეალობას, სადაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში დასავლური სახელმწიფოები დომინირებენ. თანამედროვე გლობალურ ეკონომიკაში აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია ხმის მიცემის უფლების გადასინჯვის აუცილებლობაზე, რათა ინსტიტუტში ადეკვატურად აისახოს განვითარებადი გლობალური ბაზრების გაზრდილი როლი და ეკონომიკური წონაც. იანვარ-ივნისში მთავრობამ 11 მილიარდ 200 მილიონი ლარის გადასახადები მიიღო. გეგმა 101%-ით შესრულდა. გადაჭარბებით შესრულდა ვალის აღების გეგმაც, მაგრამ საგარეო კრედიტებში ჩამორჩენა. რაზე მიუთითებს ეს ტენდენცია, რა ჩანს და რა არა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში. რას უნდა აკეთებდეს მთავრობა საგარეო ფაქტორების დახმარებით გაზრდილი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებისთვის. დღეს საღამოს 10-ის ნახევარზე BMG TV-ზე ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი ეკონომიკისა და ბიზნესში არსებული რეალური სურათის ანალიზით და პროგნოზებით. წერტილში თელარა გელანტიასთან ერთად. ზელენსკიმ სირსკი გადააყენა უკრაინის შეერაღებული ძალების მთავარ სარდალი, რომელიც მსოფლიომ 2022 წელს კიევის დაცვითა და შემდგომში კი რუსეთში შეჭრით კურსკის ოპერაციით გაიცნო თანამდებობას გამოემშვიდობა. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო კვირებში ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა აშკარა იყო, დიდად არავის გაკვირვებია მისი დათხოვნა, თუმცა მაინც რა გახდა სირსკის გადაყენების მიზეზი და ვისით ჩაანაცვლეს ის, ამას ერეკლე ფოლადიშვილი საუბრობს ერეკლე საღამომშვიდობისა და მივესალმები მაყურებელს. გუშინ საქართველოს დროით ხამის 12 საათისთვის უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო გადაწყვეტილება და ქვეყნის მთავარ სარდლის პოსტიდან გადააყენა ოლექსანდრ სირსკი. გენერალი, რომელიც ბოლო კვირების პოლიტიკური კრიზისის ეპიცენტრში იყო
და რომლის გაშვებასაც გულმოდგინედ არა მარტო მასთან დაპირისპირებული ყოფილი თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი, არამედ ის ათასობით ადამიანიც ითხოვდა, რომელიც სწორედ სირსკის აბრალებდა ახალგაზრდა მინისტრის სამთავრობო კაბინეტიდან გაშვებას. ვიდრე იმას მოგახსენებთ, ვისით შეცვალა ზელენსკიმ სირსკი, ტრადიციულად უნდა გადავხედოთ აწ უკვე ყოფილი მთავარსარდლის მიღწევებს, შემდგომ კი ჩავარდნებს, რამაც აქამდე მოგვიყვანა. ოლექსანდრ სირსკის მეთაურობის პერიოდი მოიცავდა ისტორიულ სტრატეგიულ მიღწევებს, მათ შორის უპირველეს ყოვლისა კიევის დაცვას 2022 წლის თებერვალ-აპრილში, ანუ მაშინ, როცა მისი ლიდერობით ქვეყანა დაცემას გადაურჩა. შემდგომ იყო 2022 წლის ხარკოვის წარმატებული კონტრშეტევა და 2024 წლის აგვისტოს კურსკის ოპერაცია, როცა ოკუპირებულმა ქვეყანამ პირველად უჩვენა თავად ოკუპანტ რუსეთს, რომ მისი ტერიტორიებიც კი შეიძლება იქნეს ოკუპირებული. სწორედ ამ მიღწევის ფონზე მოიპოვა მან იმ ხელანდობა, რომ ჩაანაცვლა ვალერი ზალუჟნი და ჩაიბარა 64 მილიარდიანი ბიუჯეტის მქონე არმია. მაშინ ეს თანხა ქვეყნის მთლიანი ეკონომიკის 34% იყო, თუმცა 2 წელიწადში მისი მმართველობისას იგივე ბიუჯეტი 98 მილიარდამდე გაიზარდა და უკრაინის მშპ-ს თითქმის 50%-ს მიაღწია. თუმცა ეს ზრდა, როგორც შემდგომ გაირკვა, მთლად სამხედრო საჭიროებებს არ მოხმარებია. იგივე მიხაილო ფედოროვის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდგომ წელს ჩატარებულმა აუდიტმა გამოავლინა, რომ სირსკის დაქვემდებარების ქვეშ მყოფი მაღალჩინოსნები იყვნენ დაკავშირებული ჯამურად 6.7 მილიარდი დოლარის ისეთ შესყიდვებთან, რომლებსაც დოკუმენტირებული ახსნა არ გააჩნდა. აი სწორედ ამ ინფორმაციამ დააპირისპირა პირველად გენერალური შტაბი და თავდაცვის სამინისტრო. საჯაროდ ეს არ ჩანდა, თუმცა ფაქტი იყო, რომ ორი ლიდერი ერთმანეთს სერიოზულად დაუპირისპირდა. მინისტრს რეფორმები, შესყიდვების დაჩქარება და გამარტივება სურდა. გენერალს კი არსებული სისტემის შენარჩუნება. საბოლოოდ ზელენსკიმ ამ დაპირისპირებაში მონაწილე ორივე წევრი გადააყენა, რადგან, როგორც მან ახსნა, დაპირისპირების დრო ქვეყანას არ აქვს. ერთი შეხედვით დაგჭირდა შტაბეჭდილება, რომ ზელენსკი უსამართლოდ მოიქცა, რადგან ფულის გაფლანგვაში ბრალდებულებსა და მათ აღმომჩენებს ერთი განაჩენი გამოუტანა. თუმცა ვინ დარჩა საბოლოოდ მოგებული, ამ კითხვაზე პასუხს ის გვცემს, თუ ვისით ჩაანაცვლა სირსკი პრეზიდენტმა. მას შასე უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალ მთავარსარდლად დაინიშნა 43 წლის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, მეომარი და ტანკისტი, რომელმაც 2014 წელს მსოფლიოს თავი იმ ლეგენდარული კადრებით დაამახსოვრა, როცა 72 მექანიზებული ბრიგადის ბატალიონის მეთაურობისას მარიუპოლის ბარიკადები პირველმა გაარღვია და იქცა რუსულ ოკუპაციასთან ბრძოლის წინააღმდეგობის სიმბოლო. დიახ, აი იმ კადრებში, რომელშიც ნახეთ, სწორედ პირველ ტანკში ისიჯდა. მოგვიანებით იზვარინესთან ალყაში მოქცეულმა ოფიცერმა 260-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი უსაფრთხოდ გამოიყვანა. 2022 წლის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტის დროს იგი კრივოი როჰის დაცვასა და ხერსონის გათავისუფლების ოპერაციას ხელმძღვანელობდა. ამასთან გენერალმა ხარკოვის ოლქში რუსული ჯარების წინსვლის შეჩერება წარმატებით შეძლო. სახმელეთო ჯარების სარდლობისას დრაპატიმ ბიუროკრატიასთან მებრძოლის სახელიც მოიხოჭა და არაერთხელ დაუფარავად განაცხადა, რომ ნებისმიერ ჩავარდნაზე პასუხისმგებლობას მეთაურები უნდა იღებდნენ. ამის მაგალითი იყო 2025 წელს რუსეთის მიერ უკრაინულ სამხედრო სასწავლო ცენტრზე სარაკეტო დარტყმების შემდგომ სისტემური ხარვეზების გამო პასუხისმგებლობის აღება და გადადგომა. დრაპატი ყოველთვის უჭერდა მხარს მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვას და ქვემდგომის სამხედროების აზრის მოსმენასა და გაზიარებას. ის მიხაილო ფედოროვის რეფორმებს ყოველთვის დადებითად აფასებდა. დღეს ახალ მთავარსარდალს უკრაინელი მოსახლეობის თითქმის 40%-იანი ნდობა აქვს, რაც ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. ასე და ამგვარად გამოვიდა, რომ თანამდებობიდან გაშვების მიუხედავად მოგებული მიხაილო ფედოროვი დარჩა. მან თავისი გაიტანა ჯარების მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი და გენშტაბის ხელმძღვანელი ანდრი ჰნატოვი ზელენსკის გადააყენებინა და ახლა პრეზიდენტთან მოლაპარაკებებსაც კი მართავს. თუ გავითვალისწინებთ, რომ მინისტრად დაბრუნების მთავარ მოთხოვნად ფედოროვს სირსკისა და ჰნატოვის გაშვება ჰქონდა დასახელებული, შესაძლოა თავდაცვის სამინისტროში ის ისევ დაბრუნდეს. ჩვენ მხოლოდ ის დაგვრჩენია დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და იმედი ვიქონიოთ, რომ ეს სერიოზული სამხედრო გადალაგება უკრაინას მხოლოდ კარგს მოუტანს. მსოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ Global Auto Import.
სოფლიოში განვითარებულ მოვლენებზე ვისაუბროთ და დავიწყოთ ამერიკის შეერთებული შტატებით და უკრაინით. ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ უკრაინისათვის განკუთვნილი $400 მილიონ დახმარების სამხედრო დახმარების პაკეტის გაცემა შეაჩერა. ეს ინფორმაცია სენატის კომიტეტის ხდომაზე ქვეყნის თავდაცვის მინისტრის პიტ ჰექსეტისა და ამერიკის შეერთებული შტატების არმიის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის გენერალ დენ კეინის მოსმენისას დემოკრატმა სენატორმა დიკ დურბინმა გააჟღერა, მოკეთ ხდომაზე იქნა ამის თაობაზე გაჟღერებული და ეს სიახლე, ასე ვთქვათ, გადაცემული და მიწოდებული საზოგადოებისთვის. მკითხვა, რომელიც დურბინმა გენერალ დენ კეინს დაუსვა, ფორმირდებოდა ასე, რომ ცოტა ხნის წინ თეთრმა სახლმა გვამცნო, რომ ფული, რომელიც უკრაინისათვის კონგრესის მიერ იყო დამტკიცებული, მომავალში პრეზიდენტის დანიშვნამდე ქვეყანას ვეღარ გადაეცემა. იკითხა დემოკრატმა და შემდეგ კეინმა უპასუხა, რომ ამ გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმირებული არ იყო. თუმცა თავადვე დემოკრატების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ და განმარტა, რომ თეთრმა სახლმა უკრაინისათვის 400 მილიონის გადაცემის საკითხი ფისკალური 2029 წლის ბოლოსთვის გადადო. ეს იმას ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში და ადმინისტრაციის, ასე ვთქვათ, ეს ტრანზაქცია აღარ შედგება. ცნობისთვის უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტი კონგრესს უკვე დამტკიცებული ჰქონდა და საბოლოო გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში იყო დონალდ ტრამპის მისაღები, თუმცა როგორც გავიგეთ, 2029 წლის ბოლომდე ეს ტრანზაქცია არ განხორციელდება, ანუ ამ გადაწყვეტილებას დონალდ ტრამპი ვეღარ მიიღებს. ხო, ტრამპი ამ მიმართულებით გადაწყვეტილებას არ იღებს, მაგრამ ძალიან უცნაურ გადაწყვეტილებას იღებს საუდის არაბეთთან მიმართებით და ქვეყანას აძლევს ურანის გამდიდრების უფლებას და ბირთვული ობიექტების აშენების შესაძლებლობას. ჩვენ ვიცით, რომ ზოგადად ირანის წინააღმდეგ კონფლიქტი დაიწყო სწორედ ბირთვული არ გამდიდრების საკითხით. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ტრამპისა ის იყო, რომ ირანს არ უნდა ქონოდა არასოდეს ბირთვული იარაღი, მაგრამ როგორც ჩანს, ახლა თავად უნთებს მწვანე შუქს ირანის მთავარ მეტოქეს საუდის არაბეთს, რომ მან განამდიდროს ურანი და გამოიყენოს ის სხვადასხვა მიზნებისთვის. მიზნები აქ საკმაოდ კეთილშობილია ენერგეტიკის განვითარება და ბირთვული ელექტროსადგურების აშენება, არავითარ შემთხვევაში აქ საუბარი არ გვაქვს ბირთვული ბომბების და რაკეტების წარმოებაზე, იარაღის შექმნაზე აქ საუბარი არ არის. ეს არის ელექტროსადგურის აშენება. ირანის არ საუბრობდა. ხო, არც ირანი არ საუბრობდა და ამიტომაც ირანის მხრიდან ეგრევე წამოვიდა კრიტიკა, რომ ეს არის ორმაგი სტანდარტები და რატომ უნდა ჰქონდეს მაგალითად საუდის არაბეთს, როდესაც მის მეზობელს იმიტომ კიდე არის მანდ რაღაც საკვანძო საკითხები თუ ჩავეძიებით, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ირანს ჰქონდა რაღაცა უფლება. ასევე კრიტიკოსები იმასაც ამბობენ, რომ თუ ერთ ქვეყანას უნდა მაგალითად ბირთვული ენერგიის განვითარება, იგივე უნდა მეორესაც და არანაირი სხვა მიზეზი არ არის. ცხადია, ირანს ბირთვული იარაღის განვითარება უფრო უნდა ვიდრე ელექტროენერგიის მოპოვება, მაგრამ ეგ ცოტა გვერდზე გადავდოთ, ჯერ ვისაუბროთ იმაზე, რასთან გვაქვს აქ საქმე. ჯერ ეს გადაწყვეტილება სხვადასხვა ბოლომდე მთლად ხელმოწერილი არ არის, რადგანაც კონგრესის დასტური სჭირდება მას ესე პრეზიდენტი არ პიროვნებას ასეთ მნიშვნელოვან რაღაცას ვერ გადაწყვეტს და თან თუ კი კონგრესიც დაამტკიცებს, ამის შემდეგ მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს გაეროს ენერგეტიკულ სააგენტოსთან და მისი ზედამხედველობით და ჩართულობით უნდა განხორციელდეს მთელი ეს პროექტი, რადგანაც ზოგადად არსებობს ბირთვული იარაღის გავრცელების ხელშეკრულება, რომელსაც ლამის ყველა ქვეყანა აწერს ხელს, მათ შორის საუდის არაბეთი და ძალიან მკაცრად გაკონტროლდება მთელი ეს ამბავი, თუ რა თქმა უნდა საუდის არაბეთი ამ პროექტის განხორციელებას დაიწყებს და მიზეზი, როგორც ამბობენ, არის ის, რომ საუდის არაბეთს პირველ რიგში უნდა მდგრადი ენერგიის წყაროები ჰქონდეს და აღარ უნდა მომავალში იყოს მხოლოდ ნავთობზე დამოკიდებული და თან ასევე პოლიტიკური მიზეზებიც მარტივი გასაგებია. ალბათ ყველანი კარგად ხვდებით, რომ ამერიკას უნდა საუდის არაბეთისაგან ინვესტიციების მოზიდვა და სხვა სახით ფინანსური სარგებლის წამოღება და საუდის არაბეთს თავისი არსით უნდა ამერიკისგან გეოპოლიტიკური უპირატესობების მოპოვება და თუ ქვეყანას ექნება, რა თქმა უნდა, ბირთვული ელექტროსადგურები ეს არსებითად შეცვლის როგორც ქვეყნის ენერგეტიკას, ასევე სხვა სტრატეგიულ მოცემულობებსაც, რა თქმა უნდა, იარაღზე აქ არ საუბრობთ, მაგრამ ძალიან რთულია ურანის გამდიდრება გქონდეს ქვეყანაში და იქვე იარაღზეც არ იფიქრო. ესეთი პრეცედენტი ძალიან ცოტა, ხო, არ გაქციოს გულმა, ძალიან რთული გასაკონტროლებელი იქნება. არ ვიცით კონგრესი რამდენად წავა ამაზე, ამას იმდენი დავა და განხილვა მოყვება, რომ გამჭირვალობის სტანდარტი როგორი იქნება, რა ტიპის ჩასულობა იქნება. არაბეთზე გვაქვს საუბარი და რაღაც ევროპულ ქვეყანაზე, რომელსაც შეიძლება გამჭირვალობის სტანდარტებში ეჭვი არ შეუტანოს. ხო, ნდობა მეტი ექნება ვიდრე. რა თქმა უნდა, საუდის
არაბეთთან მიმართებით არსებობს კითხვის ნიშნები, განზრახვასთან მიმართებითაც არსებობს ეს კითხვის ნიშნები და მოკლედ ნახოთ კონგრესში დაიწყება ამაზე მსჯელობა. სანამ წავა ეს ამბავი არ ვიცით, მაგრამ ინიციატივა ყოველ შემთხვევაში უკვე არის. თავის მხრივ დონალდ ტრამპმა ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომლის თანახმად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იმუქრება, რომ თუ ჰორმუზის რუტეში ერთ კომერციულ გემზე განხორციელდება რაიმე ტიპის თავდასხმა, ამ თავდასხმის საპასუხოდ ირანის მხარეს განადგურდება ერთი ხიდი ან სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი, თუნდაც ელექტროსადგური და ასე შემდეგ. თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნული გაფრთხილება სოციალურ ქსელში გამოქვეყნა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ შესაძლოა სამიზნეებს შორის დედაქალაქ თეირანთან ან მის სიახლოვეს განთავსებული სტრატეგიული ობიექტებიც შედის, ცხადია. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თეირანის ტერიტორიაზე სამხედრო იერიშები უკვე განაახლა და რამდენიმე იერიშს ჰქონდა ადგილი, განადგურებულია დრონების და რაკეტების გამშვები ინფრასტრუქტურა, ასევე რადიოლოკაციური და აღმომჩენი ინფრასტრუქტურა, მათ შორის ხიდებზეც პორტზეც და ელექტროსადგურების სტრატეგიულ ნაწილზეც მოხდა შეტევითი ოპერაციების განხორციელება და ეს იყო პასუხი, ასე ვთქვათ, ირანის დაგეგმილ შეტევებზე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობა ამბობს და ჩვენ უკვე ვიცით, რომ დაახლოებით 2 კვირის წინ განახლდა სამხედრო ოპერაცია ომი პრაქტიკულად ირანში და ის მოლაპარაკებები, რომელზეც 2 კვირის წინ და 3 კვირის წინ საუბრობდით, რა თქმა უნდა, თაროზია შემოდებული ისე ღრმად, რომ კაცმა არ იცის, როდი შეიძლება ჩამოვიდეს იქიდან. მოკლედ, რაც არაერთხელ გაუკეთებია პრინციპში დონალდ ტრამპს მოწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ ირანის ინფრასტრუქტურა სტრატეგიული მათ შორის განადგურდება თუ ირანი გააგრძელებს ამ ტემპში ჰორმუზის სრუტეში შეტევებს, კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს ოფიციალური წერილით სოციალში გამოქვეყნებული პოსტით და ახლა უკვე საქმეში ვნახავთ, რამდენ გემს შეუტევს ირანი და რამდენ ხიდს აფეთქებს ამერიკის შეერთებული შტატები და ხიდების და სტრატეგიული ობიექტების აფეთქება და ბომბვა, როგორც აქამდეც მივხვდით, არ არის პრობლემა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. მიზანში კარგად არ ტყავენ. არაფერი არ უშლით მიზანში არ ტყავენ და ტყვია წამალიც არ გამოელებათ. კიდევ ერთი 10 წელიწადი ალბათ. ამ ყველაფერთან დაკავშირებით სხვადასხვა შორის ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მარკო რუბიომ, რომელიც ზოგადად ითვლება ტრამპის ადმინისტრაციაში ყველაზე სტაბილურ პიროვნებად, რომლის განცხადება ყოველთვის შეესაბამება სიმართლეს. რუბიომ არ იცის ზოგადად არც გადაჭარბება, არც ზედმეტი პოლიტიკური ჩანართების გაკეთება და ითვლება ამერიკის თანამედროვე პოლიტიკაში ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ კანდიდატად სხვადასხვა მომავალში გაპრეზიდენტების. მოკლედ ამ ადამიანმა ისაუბრა ირანთან კონფლიქტის საკითხზე და მან თქვა ძალიან მარტივი რამ. ამერიკა დღესაც მზად არის, რომ მივიდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და ძალიან სერიოზულად აწარმოოს მოლაპარაკებები ირანთან და მათ შორის რეგიონის სხვა სახელმწიფოებთან, რათა რეგიონში იყოს ჩამოყალიბებული გრძელვადიანი მშვიდობა, თუმცა ამ პროცესს უშლის ხელს მხოლოდ ერთი რამ, ის რომ თავად თეირანი დიპლომატიურ პროცესს სერიოზულად არ უყურებს და არც ერთ პირობას რეალურად არ იცავს. როგორც რუბიო ამბობს, თეირანულ მხარესთან ლაპარაკს დიდად აზრი არ აქვს, რადგან როგორც კი მოლაპარაკებები დასრულდება და ხელს ჩამოართმევენ, მაშინვე ეს ადამიანები გადიან მოლაპარაკებების ოთახიდან და აბსოლუტურად საპირისპირო განცხადებას ამბობენ. რთული არ დაეთანხმოთ ამ ყველაფერზე და თან აქ რუბიო იმასაც საუბრობს, რომ თეირანმა უკვე დაკარგა ყველანაირი ნდობა და მოლაპარაკება, რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ ფარატინა ქაღალდიან რაღაც სიტყვა, უკვე აღარ არის ღირებული ამერიკისთვის და ამიტომაც ამერიკას უწევს პირდაპირ ხისტი ძალის გამოყენება უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რაც რა თქმა უნდა ამერიკელებს გარკვეული თანხები უჯდებათ, რადგანაც მთელი ფლოტი ყავდეს იქ მუდმივად დაპარკინგებული, მარტივი არ არის, მარტივად რომ ვთქვათ. ამ ყველაფერთან ერთად ისიც მნიშვნელოვანია, რომ ამ კონფლიქტმა უკვე რამდენიმე ადამიანის სიცოცხლეს იმსხვერპლა, მათ შორის 18 ამერიკელი სამხედრო არის დაღუპული, ხოლო ირანის მხარესაც არის რა თქმა უნდა მსხვერპლი. ბოლო პერიოდში დარტყმების შედეგად 50 მშვიდობიანი მოქალაქე არის დაღუპული და 500-მდე არის საკმაოდ მძიმედ დაშავებული, რაც უკვე საკმაოდ დიდი ასე ვთქვათ, ზიანია, რა თქმა უნდა, ორივე მხარისთვის, ამერიკას თავდაპირველად როგორც გვახსოვს, საერთოდ არ უნდა ჯარისკაცების პირდაპირ გამოყენება ამ კონფლიქტში, ხოლო საჰაერო დარტყმებით უნდა ოპერაციის განხორციელება, მაგრამ ამ საჰაერო დარტყმების მიუხედავად ადამიანური სხოპი მაინც არის და ეს უკვე აღარ არის ის გეგმა, რომელიც დაგვიანოსა ტრამპმა თავის დროს, როდესაც ის ლეგენდარული მიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობდა, რომ მალე მორჩება ყველაფერი, ხალხო ცივილიზაციასაც დავასრულებთ და ხალხო გამოდით გარეთ
გარეთ და ირანის მთავრობა დაემხობა. არც ერთი მოხდა, არც მეორე და არც მესამე ვარ იქ, სადაც ვართ და ეს თქვათ კარგი მოცემულობა ობიექტურად არ არის. მსოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ Global Auto Import-ი. საქართველოში უცხოელთა აღრიცხვისა და ქვეყანაში მათი სამართლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით ახალი მონაცემთა ერთიანი ბაზა და უცხოელთა რეესტრი იქმნება. აღნიშნულს უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონში შესული ცვლილებები ითვალისწინებს. შესაბამისი ცვლილებები ძალაში 1 სექტემბრიდან შევა. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით 2026 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით დაახლოებით 100,000 ტონით შემცირდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მიერ გადაზიდული ნავთობის მოცულობა და 2,100,000 ტონა შეადგინა. წლის პირველ ნახევარში ნავთობსადენის ჯამში 12,700,000 ტონა ნავთობი აქვს გადაზიდული. თბილისში ორთაჭალაში რუსთავის გზატკეცილის მიმდებარედ ახალი ჰიდროელექტროსადგურისა და ამავე ჰიდროელექტროსადგურში განთავსებული დატა ცენტრის მშენებლობა იგეგმება. პროექტთან დაკავშირებით გეზეშე დოკუმენტის განხილვები 2025 წლის დეკემბერში გაიცა, ხოლო 2026 წლის 13 თებერვალს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა პროექტზე სკოპინგის დასკვნა გასცა. რა ხდება მაშინ, როდესაც ხელოვნური ინტელექტი ხდება უმართავი და იწყებს ჰაკერობას? ეს შეკითხვა წლების განმავლობაში იყო მხოლოდ ჰიპოთეტური და ამაზე დიდად პასუხები არც არსებობდა, მხოლოდ არსებობდა თეორიები, მაგრამ ახლა უკვე ვიცით ამ შეკითხვის რეალური პასუხი, რადგანაც პასუხი გაგვცა ხელოვნური ინტელექტის სტარტაპმა OpenAI, რომელმაც უნებლიეთ თუ განზრახვით ჩაატარა ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი. ექსპერიმენტის მიზანი იყო OpenAI-ის ერთ-ერთი მოწინავე მოდელის გამოცდა. ცხადია, ეს მოწინავე მოდელი არ არის ჩვეულებრივი ChatGPT, ეს არის რეალურად ულტრა თანამედროვე AI მოდელი, რომელსაც ჯერაც ლაბორატორიაში ინახავენ, რადგანაც მისი საჯარო გაშვება ეგონაც საშიში და მართლებიც ყოფილა. მოკლედ, ეს AI მოდელი იყო ჩაკეტილ სივრცეში, ანუ მას ინტერნეტთან წვდომა არ ჰქონდა და მას ამ პერიოდში უტარებდნენ ტესტებს. სვამდნენ შეკითხვებს, ის ასრულებდა დავალებებს და ამ ტესტების მიზანი იყო რეალურად დაედგინათ მეცნიერებს, რამდენად ჭკვიანი, ავტონომიური და დამოუკიდებელი იყო ეს AI აგენტი. ამ AI აგენტმა კი მოახერხა რამდენიმე რამ. პირველ რიგში ის გაიქცა. იმ საკნიდან გაიქცა, სადაც ის იყო დაბმული, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, მან დახურული ქსელიდან გასვლა მოახერხა დამოუკიდებლად, გავიდა ღია ინტერნეტში, შემდეგ ღია ინტერნეტში მიაგნო კომპანიას, რომლის ალგორითმებითაც მას ტესტავდნენ, ეს კომპანია არის Hugging Face-ი, მის სისტემაში შევიდა, Hugging Face-ის სისტემა გატეხა, იმ სისტემიდან მოიპოვა ის მონაცემები და ინფორმაცია, რაც თავად მას სჭირდებოდა ამ ტესტში გასამარჯვებლად, ეგ მონაცემები გამოიტანა, ტესტში გაიმარჯვა და გამოცდაც ჩააბარა. ამ მარტივი მაგალითით რეალურად ამ AI მოდელმა დაარღვია რამდენიმე კანონი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ზოგადად კომპანიების კერძო ინფრასტრუქტურის დახაკვა, იქ მონაცემების მოპარვა, შემდეგ ამისი გამოყენება ძალიან მძიმე დანაშაულია, მაგრამ აქ ერთი ნიუანსი ის არის, რომ ამ დანაშაულის გამო ვის უნდა მოვთხოვოთ პასუხი. რადგანაც AI მოდელი არ არის ადამიანი, შესაბამისად ის ვერ იქნება პასუხისმგებელი ვერაფერზე. ასევე ძალიან რთულია დავადანაშაულოთ თავად ამ AI-ის განვითარებაზე პასუხისმგებელი სტარტაპი OpenAI, რომელსაც წესით ყველა თავდაცვის სისტემა ადგილზე ჰქონდა იმპლემენტირებული, მაგრამ ამ თავდაცვის სისტემებაც კი ვერ შეაკავეს ეს AI მოდელი, რადგანაც ის ზედმეტად ჭკვიანი იყო და მისი შეკავება როგორც ჩანს უბრალოდ შეუძლებელიც კი იყო. ამ ინციდენტმა, რომელიც დღეს გახდა ცნობილი, უკვე გამოიწვია მთელი ნებათა ღელვა მსოფლიოს მასშტაბით, იქით მეცნიერები, AI რისერჩერები, ასევე რა თქმა უნდა, კიბერუსაფრთხოების სფეროში წარმოდგენილი კომპანიები და სამთავრობო დელეგაციები აცხადებენ, რომ AI-ზე უკვე ძალიან სერიოზული შეზღუდვები უნდა დაწესდეს და უნდა არსებობდეს რაღაცნაირი პროტოკოლი, რომელსაც შეიძლება ერთი ღილაკით გათიშვა კონკრეტული AI მოდელების, რადგანაც აქ უკვე რაც ხდება, ეს იმისი დასტურია, რომ თუ კი მაგალითად ცუდ აქტორს ხელში ჩაუვარდება ასეთი მძლავრი მოდელი, მას შეიძლება უბრალოდ რომ დაავალოს ამ AI მოდელს დედამიწაზე ნებისმიერი კომპანიის ქსელის გატეხვა და ეს კომპანია შეიძლება იყოს ბანკი, შეიძლება იყოს საპენსიო ფონდი, შეიძლება იყოს ტექნოლოგიური გიგანტი, რომელსაც არანორმალური მოცულობის პირადი მონაცემები აქვს, მათ შორის ჩვენი და ასევე ეს შეიძლება იყოს თავად მთავრობაც, რადგანაც მთავრობის სისტემები, როგორც ვიცით, თლად კარგად დაცული, როგორც წესი,
არ არის და წარმოიდგინეთ რა ხდება მაშინ, როდესაც მთელი მთავრობა ხდება ერთი AI მოდელის ძევარი. ასევე ძალიან საინტერესო ის არის, რომ Hugging Faces კიბერუსაფრთხოების სამსახურმა თქვა, რომ ის შეტევა, რაც ამ AI-მ განახორციელა, ჩვენთვისაც გაუგებარი იყო, ასეთი კოორდინაცია და ასეთი ორიგინალური მეთოდები არც კი გვინახავსო და თავად ჩვენმა ალგორითმებმა ეს ვერც კი აღმოაჩინეს, რადგანაც მან იცოდა ჩვენი ალგორითმების მუშაობის პრინციპიც კიო. აი ასეთი დონის ჰიპერ ჰაკერთან გვაქვს რეალურად საქმე და რა მოხდება 2-3 წელიწადში, ეს იქნება ძალიან საინტერესო, რადგანაც თუ კი სახელმწიფოები, კომპანიები და მათ შორის კერძო ადამიანები არ დაიწყებენ თავდაცვის ძალიან მაღალი დონის მექანიზმებზე გადასვლას, ალბათ გადავალთ ეპოქაში, სადაც ვინც არ იქნება დაცული, ის იქნება ავტომატურად დაჰაკული. მოკლედ, AI ეპოქა დაიწყო, ეს ძალიან საინტერესო და თან საშიშად გამოიყურება. გლობალური ბიზნეს ამბებიც მიმოიხილოთ და დავიწყოთ ისევ AI თემატიკით. ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრის სკოტ ბესენტის განცხადება, რომლის მიხედვითაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჩინური ხელოვნური ინტელექტის მფლობელების და მოდელების მიერ ამერიკული ტექნოლოგიების შესაძლო მითვისების ფაქტებს გამოიძიებენ. როგორც ბესენტმა განმარტა, ვაშინგტონმა ჩინური მხარის წინააღმდეგ შესაძლო სპეციალური სანქციების დაწესებაც კი განიხილავს, თუ გამოძიების შედეგად დადასტურდება, რომ ჩინური AI მოდელები იპარავენ ამერიკულ ვერსიებს, რომლებიც შეიძლება უფრო მძლავრი იყოს, აკოპირებენ და შემდეგ საკუთარი მოდელების განვითარებაში იყენებენ. Fox Business-თან ისაუბრა ფინანსთა მინისტრმა და ხალხგასმით აღნიშნა, რომ ამერიკული კომპანიების ინტელექტუალური საკუთრების მითვისებას შტატები, რა თქმა უნდა, არ შეეგუება. არსებული მონაცემებით საუბარი AI მოდელების სწავლების მეთოდზე, როდესაც ჩინური ტექ კომპანიები თუ სტარტაპები თავისი მოდელებით და შედარებით სუსტი მოდელებით უფრო ძლიერი შესაქმნელად ამერიკული სისტემების მონაცემებს იყენებენ და ბესენტმა განაცხადა, რომ ეს პრეცედენტები შესაძლოა არსებობდეს და გამოძიების შედეგად დადგინდება უარყოფილა რაიმე ტიპის ჩარევა. სხვათა შორის ენთროპიკმაც გააკეთა ამასთან დაკავშირებით შენიშვნა და მიმართა, ასე ვთქვათ, ადმინისტრაციას, რომ Alibaba უკანონოდ, ასე ვთქვათ, თავისი სუსტი მოდელებით ერევა და იყენებს ამერიკულ ძლიერ მოდელებს და ენა, რომელიც Alibaba-ს ხელოვნური ინტელექტის მოდელებს აქვს, ძალიან გავს ენთროპიკის და OpenAI-ის ხელოვნური ინტელექტის ანუ ეს გავს სკოლაში 1000-ანი მოსწავლისგან გადაწერას საკონტროლო ნაშრომის და შემდეგ უკვე მასწავლებელი ცდილობს დასჯას. მაგ დროს 9-ზე უნდა გადაწერო. კი, მაგრამ ჩინელები ცდილობენ 10-ზე გადაწერონ. არ მიხდე რომ 4 ხარ. კი, და ჩინელები ცდილობენ რომ 10-ზე გადაწერონ და თან თქვან რომ უკეთესები არიან ვიდრე ის 1000-ანი მოსწავლე. აი, მან შეიძლება შეცდნენ ამ შემთხვევაში ჩინელები. თან ეს საუბრები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ღია ბაზარზე გამოვიდა მუშოთ AI-ის მიერ შექმნილი Kimi K3 და საკმაოდ მძლავრი მოდელია ამერიკულ OpenAI-ს და Anthropic-ის სერიოზულ კონკურენციას უწევს და დიდ ეჭვებსაც აჩვენს გამოსვლის დღიდანვე გადაწერილი ეთყობოდა. ნაზავია OpenAI-ის და Anthropic-ის Claude-ის და ChatGPT-ის და ესე Kimi K3 არის საკმაოდ ძლიერი მოდელი მოგეჩინოთ. ხო, AI მოდელებზე საუბარი გავაგზავნოთ, ძალიან საინტერესო ინიციატივა არის ტრამპის ადმინისტრაციაში დაძრული და ეს უკავშირდება კვლევების დაფინანსების სისტემას. ზოგადად, ამერიკა ყოველწლიურად ძალიან დიდ თანხებს ხარჯავს უნივერსიტეტების და კვლევითი ცენტრების დაფინანსებაზე. რა თქმა უნდა, უნივერსიტეტები თანხებს გამოიმუშავებენ სწორედ ასეთი დაფინანსების პროგრამებით და შემდეგ ისინი სწავლობენ სხვადასხვა საკითხებს, იქნება ეს მეცნიერების, ბიოლოგიის, ქიმიის, მათემატიკის თუ სხვა ნებისმიერ მიმართულებით. მეცნიერება ასე ვითარდება, თუ არ იქნება უნივერსიტეტები და თუ არ იქნება აკადემია, კაცობრიობა დიდად წინ ვერ წავა, მაგრამ ეს შეიძლება შეიცვალოს, რადგანაც ტრამპის ადმინისტრაციას უნდა რომ ეს დაფინანსების პაკეტი უნივერსიტეტებიდან მიმართოს პირდაპირ კერძო სტარტაპებისკენ და AI ლაბორატორიებისკენ, რომლებიც როგორც წესი გაცილებით უფრო სწრაფად ვითარდებიან და უფრო სწრაფად ატარებენ კვლევებს, ვიდრე უნივერსიტეტები, რადგანაც უნივერსიტეტები კიდევ იყენებენ ტრადიციულ მეთოდებს, რაც არის რეალურად კვლევა, ანალიზი და ასე ვთქვათ, ადამიანების ჩართულობა, ხოლო AI მოდელს შეუძლია სიმულაციების ჩატარება ერთდროულად რამდენიმე ტრილიონი პარამეტრის გათვლით. შესაბამისად, აქ გაცილებით მაღალ სიჩქარესთან გვაქვს საქმე, თუმცა სიჩქარესთან ერთად მეტია ჰალუცინაციაც და მეტია შეცდომებიც. AI 1-2ჯერ მაინც გინახავთ ალბათ თვალით, როგორ ამბობს სისულელეს და შემდეგ ამტკიცებს ამ სხვათა შორის გიორგი თემა მოიტანა დღეს ლინიატის ხელმძღვანელი გიორგი ციკოლიას ვესაუბრებოდი და ესეთი კითხვა დავუსვი რომ
გაამარტივა პროფესიონალად გახდომად თქვენი მიმართულებით AI-ი თქო და კარგი შენიშვნა იყო რომ კი არ გაამარტივა, უბრალოდ ააჩქარა. თუნდაც 7-10 წელი თუ სჭირდებოდა ამ სექტორში მოსვლას, რაღაც განვითარებას, ეს პროცესი უბრალოდ ძალიან აჩქარებულია. შეიძლება 2-3 წელზე იყოს დასრულებული. უფრო ხდება არა გამარტივება, არამედ აჩქარება და აჩქარებაც ალბათ ერთ-ერთი მიზეზია. ნამდვილად აჩქარება არის მთავარი მიზეზი და როგორც ამბობენ ამ კანონ პროექტის მხარდამჭერები, მათი აზრით ეს დააჩქარებს სამეცნიერო გარღვევებს, ძალიან დიდი აღმოჩენები შეიძლება მოხდეს ფიზიკის, ბიოლოგიის მიმართულებით, მათ შორის ადამიანების სიცოცხლის გახანგრძლივებაზე საკმაოდ სერიოზული მოლოდინები არსებობს, თუმცა რა თქმა უნდა არიან კრიტიკოსებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ AI-მ შეიძლება უბრალოდ რაღაც ჰალუცინაციურ კვლევები დადოს, რომელთაგან 99% იქნება უბრალოდ გამოგონილი სისულელე და არანაირ რეალობასთან კავშირი მას არ ექნება. ჯამში ამერიკის ფედერალური მთავრობა აპირებს 200 მილიარდი დოლარის გამოყოფას ამ ექსპერიმენტებზე და ნახოთ რა იქნება შედეგები. აი 5-6 წელიწადში უკვე ვნახავთ AI კვლევებსაც, მათ შორის აი ენთროპიკი მოამზადებს ალბათ კვლევას, რაღაც კლოდის კვლევა, იმასთან დაკავშირებით, რომ როგორ უმკურნალოდ კიბოს რაღაც ექსპერიმენტულ პრეპარატით, შემდეგ მოგვიწევს ამ პრეპარატის გატესტვას, ამასაც ალბათ AI კომპანიები, ბიოლოგიურ კომპანიებთან პარტნიორობით ეცდებიან და თუ გაამართლებს ეს ყველაფერი, რა გვიჭერს და თუ არ გაამართლებს და შემდეგ AI-ს დავაბრალებთ, რომ ჰალუცინაცია დაემართა და უნდა ვაპატიოთო, თქვენ ალბათ ამასაც მოგოს. საინტერესო ეპოქაში შევდივართ. ნამდვილად. შეშის და ნაუთის ფეჩის ადამიანები. მოკეთ ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია AMD, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის კომპანია Anthropic-დან გააფორმა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება დაახლოებით 2 გიგავატამდე სიმძლავრის AMD Instinct Mi-450 სერიის გრაფიკული პროცესორების მიწოდებას ითვალისწინებს ეს სტრატეგიული პარტნიორობა, რაც რა თქმა უნდა ორი კომპანიის მნიშვნელოვანი იქნება, ასევე მნიშვნელოვანი იქნება ერთი დეტალი, რომ დაახლოებით 5 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ასე თქვა სტრატეგიულს განახორციელებს AMD Anthropic-ში, როგორც კომპანიაში და 2027 წლამდე უნდა მოხდეს, ასე ვთქვათ, პირველი გიგავატის განთავსება Anthropic-ისთვის. რაც შეეხება ტექნოლოგიურ თანამშრომლობას, მხარეებმა მრავალწლიანი ინჟინერული პარტნიორობა დაიწყეს, სადაც კლოდის AI მოდელებს AMD-ის პროგრამული უზრუნველყოფის ოპტიმიზაციისთვის გამოიყენებენ და ინჟინერები კლოდს AMD Instinct-ის პროცესორების დაატვირთვის ეფექტიანობის ამაღლებისათვის პლატფორმის განვითარების დაჩქარების მიზნით გამოიყენებენ, რაც დაეხმარება კომპანიას, რომ თავისი AI მოდელი უფრო სწრაფად განავითაროს, ხო ბაზარზე ძალიან დიდია კონკურენცია და სისწრაფე ამ კონკურენციაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, განვითარდება Anthropic-ი, დაეწევა OpenAI, გადაასწრებს Anthropic-ი, შემდეგ დაეწევა რაღაც ჩინური Kiwi, K3, რაღაც გაურკვეველი დასახელების და მე გავიგებთ რომ კოპია ყოფილა და ასე მე გავიგებთ რომ გადაიწერეს თურმე, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, განვითარება მოკეთ საკმაოდ დაჩქარებულია და AMD განსაკუთრებულ როლს შეიტანს როგორც ტექნოლოგიურად, ასევე ფინანსურადაც Anthropic-ის გაძლიერებაში, როგორც გავიგებთ. საქმეის აღამა დღეს ამით დასრულებულია, მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე.